რატო არ მიყვარს ახლა ინტერვიუები? ეს სხვისიც არ მომწონებია, რომ რაღაცა გაგიმართლა, კარგი მოხდა შენ ცხოვრებაში და ამ დროს ირგვლივ ხედავ რა უბედურება ტრიალებს და საერთოდ რა უბედურ ქვეყანაში ცხოვრობ. და შენი ბედნიერებით ყელყელაობა ძალიან სირცხვილია მე მგონი რა. უხერხულია ეს. ესეკა ჩავლეიშვილია ბათუმის სახელმწიფო თეატრის მსახიობი, რომელიც ფართო საზოგადოებამ მისი კინოროლებით უფრო კარგად გაიცნო. ლენე ნავერიანის ფილმში შაშუ მაყვალი შესრულებული მთავარი როლისთვის ეკას არაერთი საერთაშორისო ჯილდოც გადაეცა. ნახე, მსახიობობა არასდროს არ ჩამithულია, რომ აი შაშუ ვითამაშე, ის ვითამაშე და ვარსკვლავად მუშაობ, აგერ უკვე 3 წელი, ხო? არა, ყოველ წუთს უნდა ამტკიცო, რომ მაგარი ხარ, ყოველ წუთს უნდა სწავლობდე შენ პროფესიაში და არანაირ კომპრომისი არ უნდა წახვიდე, როცა როლს აკეთებ. ყოველთვის მაინტერესებს როგორ ვაკეთებ ამას და არა რას ვაკეთებ. ლედი მაკბეთი ვიქნები თუ კარტოფილი არა აქვს ჩემთვის მნიშვნელობა. ეს იყო საინტერესო და პროფესიონალებთან მუშაობა. რა ელექტრაცნა თამაშები მაქვს ისე, მაგრამ რა მერე სახელების თამაში. ამიტომ სხალი, ვაშლი, ცოცხი საინტერესო სამუშაო და სულ ერთია ჟუჟუნა გერქმევა თუ ეთერო გერქმევა. ამჯერად ის ახალი დაბრუნებულია საფრანგეთიდან, სადაც საიმონ ვუდსის ახალ ფილმში სათამაშოდ იყო მიწვეული. ჰოლივუდის 11 მსახიობი და ერთი მე, ეკა ბათუმიდან ვთამაშობთ ამ ფილმში, მითხრა ინტერვიუს ჩაწერამდე. თან რო გეკითხებიან, რომ როგორია კირანაითლი ჩვეულებრივი როლები და საერთოდ ადამიანი უნდა იყოს ჩვეულებრივი, ხო? მე რატო არ გადაიღე მასთან ერთად სურათი და თუ კაია იმან გადაიღოს ჩემთან. ანუ ეს არ მახასიათებს ამ მოდი რა გადავიღოთ და რაღაც ეგეთი რაღაცები არ შემიძლია. საიმონმა მითხრა, რომ ყველა მომოვილა პარაკეთო და იმდენად გვიყვარხარ, რომ ბანერზე მარტო შენი ფოტო იქნება. უკან ეს შატო იქნება და წინ იქნები შენ, რა. დამკვლელი სახე ხომ აქვს. და აბა რა მოხდება ფილმში? ამ ინტერვიუში ჩვენ ვლაპარაკობთ იმაზე, როგორია მსახიობი ქალის ცხოვრება პატარა ქალაქში, რა ტრანსფორმაციის გზებს გადის როლიდან როლამდე და არის თუ არა მისთვის კინოც და თეატრით სხვა ქალების ცხოვრების და საკუთარი თავისთვის გვერდიდან შეხედვის საშუალება. რამე თუ მომეწონება ან სპექტაკლი ან ფილმი, დასაბმელი ვხდები. ვიწყებ ტირილს, ვეხუტები სრულიად უცხო მსახიობს და ბედნიერი ვარ, მაგრამ თუ არ მომეწონება, ხო? გილოცავ თვითყვი და გამოვალ. არაფრით არ შემიძლია. მე რა კარგი აი ეს აფერისტობები არაფრით არ შემიძლია რა. ანუ მე არ დავდივარ არანაირ ტუსოვკებზე, იმიტომ რომ უხერხულად გრძნობ თავს, რომ აი ესე რომ დადგე და ერთი ჭიქაღვინი და არ შემიძლია. აი რომ მეკითხებოდნენ ახლა რა გეგმები გეგმები არა ის არაფერი ვზივარ, ასე წევარ უფრო სწორად TikTok-ს სკროლავ და რომ ვინმე რამე თუ დამიძახებს და იმათ მთელი წლით აქვს უკვე გაწერილი. ყველაფერი იციან იქიდან სად უნდა წავიდნენ, რა უნდა ქნან. გამარჯობა ეკა. გამარჯობა ნასტასია. როგორ ხართ? კარგად, თქვენ როგორ გძანდებით? შესანიშნავად ძალიან მაინტერესებდა თქვენი ბოლო გადაღებების ამბები და გამეხარდა რომ ბათუმში წასვლამდე მოგინადირეთ. რა ხდებოდა, როგორი იყო სამხრეთ საფრანგეთში გადაღებები? ძალიან კარგი. რამე გამორჩეული სხვა გადაღებებისგან? ჩემთვის არ იყო გამორჩეული, იმიტომ რომ მანამდე ელენე ნავერიანთან ორ ფილმზე მაქვს ნამუშევარი და იგივე გარემო იყო, იმიტომ რომ ელენესთან სულ მუშაობენ უცხოელები და იდენტური იყო რა, რომ ყველა პროფესიონალი და ქართულ გადაღებებს ვერ შევადრი და სუფთა ქართულ, ყველა ქართველი რო არის. და მომზადების პერიოდი დიდხანს იყო? ელენესთან ვიცი რომ ბოლო ფილმზე დიდხანს ლაპარაკობდით და ემზადებოდით. ელენესთან ერთი წელი ვემზადებოდით და აქ როგორ იყო მოგიყვეთ? კი. კასტინგის რეჟისორი დიქსი ჩესი დაუკავშირდა ნატალია ჯუღელს, ნანახი ქონდა შაშუ მაყვალი და უთხრა რომ ეკას აგენტთან დამაკავშირეო. ბევრი იცინა ნატალიამ რომ ქართულ მსახიობებს აგენტები არ ყავდო. აბა როგორ დაუკავშირდეო და მოკლედ მე და ნატალია მოვილაპარაკეთ, მოდი შენ იყავი ჩემი აგენტი ცოტა ხანი მეთქი. და ნატალიას გავლით, ესე იგი გამოუგზავნეს სცენარი, მოკლედ უთხრეს რომ საიმონ ვუდსმა რეჟისორმა ნახა ეს ფილმი და ერთ-ერთ როლზე ფიქრობს ეკას დამტკიცებას კი არა, შერჩევას, ხო. ხო და გამოუგზავნეს სცენარის მონაკვეთი, სადაც აი ერთი გვერდი იყო ინგლისური საერთოდ არ ვიცი. და არა აქვსო მნიშვნელობა, ყველაზე უფრო რაც გამიხარდა, აქცენტს არა აქვს მნიშვნელობა, მაინც უცხოელი უნდა ითამაშოსო. მოკლედ დავიზეპირე ეს ტექსტი, ჩავაბარე ჩემ შვილებს, მათ მეგობრებს, ნათესავებს, მეზობლებს, ყველას და ხო, მთავარი იყო რომ რას ვამბობ თუ ხვდები მეთქი. ყველა ხვდებოდა რას ვლაპარაკობდი. ისე ქართულად მეტყველებდი ინგლისურად.
ხო და ჩავწერე ეს ვიდეო, ნატალიამ დამიბრაკა, ეს არ ვარგაო. გამაგზავნა სოსოსთან, ბლიაძესთან, იმან კარგად ჩაწერა 1-2-3 ვარიანტი, თაკი მუმლაძე მეხმარებოდა, პარტნიორობას მიწევდა და გაუგზავნეთ და გაგიჟდენ, გადაირიენ დამამტკიცეს მაშინვე. სოსოარი ასევე რეჟისორი, რომლის ფილმშიც თამაშობდით. ოთარის სიკვდილი, კი ბატონო. მე მგონი ეს იყო პირველი კინოროლი, ხო? სულ პირველი იყო აღლუმი ნინო ჟვანიასი. იქ ძალიან პატარა როლი მქონდა. ბოსს თამაშობდი იქ და მშვენიერი ბოზი ვიყავი და მეორე უკვე სოსო იყო, მერე სველი ქვიშა და მერე შაშვი. ანუ 4 ფილმში მაქვს თამაშები, ხო. ხო და მერე უკვე ეს მოხდა იანვარში და იანვრიდან მარტამდე უკვე მიდიოდა ეს ნატალია აგენტის როლს ასრულებდა, რომ რაზომა გაქვს ფეხი და უშუალოდ რამეზე ალერგია ხო არ გაქვს და ეგეთი რაღაცეები. საბოლოოდ დადგა ის ბედნიერი დღე. რომ უნდა იყიდეს ბილეთი და წავიდა. ხო, ბილეთი მათ მომიყიდეს, მაგრამ თავიდანვე რა იყო იცი, რომ ახლა უთხრა ნატალიამ ეკამო ინგლისური არ იცისო. აქო დავახვედრებთო ვიღაც ქალსო, რომელმაც იცისო ქართულიო და აი იქ შემეშინდა უკვე რა. ძალიან ძნელად ვეგუები ადამიანებს საერთოდ და ხო წარმოვიდგინე თქვენ ნახევარი უცხო ადამიანთან და ჯერ უნდა შევეგუო მერე და არა მე ვთხარი, აი ერთადერთი ის მქონდა რომ არა ვიღაცა უნდა იყოს ჩემიანი მეთქი რა. მოკლედ გადაწყდა თაკი. და წავედით და ჩამოვედით და კარგი იყო ყველაფერი. ფილმს ნახავთ ყველაზე კარგ შემთხვევაში ერთ წელიწადში, შეიძლება მეტი ხანიც დაჭირდეს. კი ბატონო. მაგრამ შეგვიძლია თქვათ რა როლს ასრულებთ. მე რო დაგირეკეთ მითხარით ერთი მე ვარო და დანარჩენი 11 ჰოლივუდის მსახიობია. ხო. ვიცით რომ კი რა დაითლიათ 11-დან 1. კი ბატონო, ალისია ვიკანდერი, ტომ ჰოლანდერი. ხო და აი მოკლედ რა შემიძლია ვთქვა სიუჟეტზე. ბრიტანელი ცოლ-ქმარი იყიდის საფრანგეთის სამხრეთში შატოს და დაპატიჟებენ თავიანთ მეგობრებს ბრიტანეთიდან. მე ვარ ამ სახლში ინგლისურად მქვია housekeeper, ანუ დიასახლისი. ხო და რაღაცა იქ რო იქეიფებენ კარგად გემრიელად, ბოლოს საიდანღაც იარაღი გამოჩნდება, ვიღაცა ისვრის ჭერში, ამ დროს მე ვარ მეორე სართულზე, მომხვდება და მოვკვდები. მეც აღარ მოგიყვებით. კაი ბატონო. მაგრამ ეპიზოდური როლი არ არის, ხო? 12 მსახიობი თამაშობთ და 12-ვე ერთ დონეზეა როლი, იმიტომ რომ ყველა კადრშია მუდმივად. ეს კარგი. ელოდებით როგორი იქნება? თუ მაგაზე აღარ ფიქრობთ ხოლმე, თქვენ მისიას არ ფიქრობ შედეგზე, არც საქმესთან მიმართებაში და აი დაუშვათ ძალიან მიყვარს რა აჯაბსანდალი ვაკეთებ იმ აჯაბსანდალზე როგორი გამოვარ მაინტერესებს კეთება მომწონს ყოველთვის ყველაფრის პროცესი მომწონს და ამ პროცესში აი რითი ისიამოვნეთ ყველაზე მეტად საფრანგეთის მაღალი სტანდარტის მსახიობებით პროფესიონალიზმით თან რო გეკითხებიან რომ როგორია კირანაითლი ჩვეულებრივი რო ეუბნები და საერთოდ ადამიანი უნდა იყოს ჩვეულებრივი ხო არაფერი განსაკუთრებული ვაიმე რატო არ გადაიღე მასთან ერთად სურათი და თუ კაია იმან გადაიღოს ჩემთან ანუ ეს არ მახასიათებს ამ მოდი რა გადავიღოთ და რაღაც ეგეთი რაღაცები არ შემიძლია აი ყველაზე მთავარი რა იყო რომ როცა გამოაგზავნეს სცენარში ეწერა რომ ეს პერსონაჟი იყო უნგრელი და ერქვა გიუნჯუ ჩემთვის დავიწყე ახლა ფიქრი რომ დაუშვათ თუ შეიძლება რომ იყოს ქართველი ეს ვარიანტი თუ მოხერხდება და მე ამ ჩემ გმირს ბექგრაუნდი უკან რომ პირდაპირ ხوار შემოდეს ფილმში რომ აი როგორ იყო რა იყო და თვითონ ფილმში მაყურებელი იგებს იმას რომ ძალიან დიდ სევდას ატარებს ეს ქალი იმიტომ რომ ქალიშვილი ყავს გარდაცვლილი და მსვლელობის დროს ტექსტები აქვს ეგეთი რომ ჩემი ბრალია ჩემი ქალიშვილი რო გარდაიცვალა მე ვიჯე ქირულთან და ანუ ჩემ ბრალიაო და my beautiful girl და იქ ამბობს დანიელა. ახლა მაგამდე მივალ, ის დანიელა მთავარია. და რო ჩავედეს პირველი შეხვედრა რომ მქონდა რეჟისორთან. ჯერ აი რო შეხედავდა პირდაპირ შეგიყვარდება. რაღაცნაირი ბევრ სიკეთეს და სიყვარულს რო ასხივებს თვალებიდან. ვეკითხები რომ თქვენთვის არსებითი მნიშვნელობა აქვს ეს უნგრელი იქნება თუ არა მეთქი და რატომ ეკითხებიო? იმიტომ რომ მე რაღაც ვარიანტი მაქვს მოფიქრებული რომ ქართველი მეთქი და ესო ბრიტანული ხუმრობები ირითმებაო ამ ქალის სახელთან გიუნჯი ჯუნგლი რაღაც ეგეთებიო და მაინც მომიყევი აბა რას ვიქრობ მე უთხარი ამ ქალს ქვია ჟუჟუნა ნახე გიუნჯი ჟუჟუ გიუნჯუ ასე შეგიძლია დაუძახო დაუშვათ მეთქი
ხო და ეგეთი სცენა მეთქი რომ მანქანაში სხედან მისი ქალიშვილი რულთან არის ეს გვერდით უზის და თლის ვაშლს საიდან მომაფიქრდა ახლა ეგეთი რამეები ახლა ეს ფილმში კი არ გამოჩნდება მაგრამ ჩემ ამბავს ყვები რომ იქამდე როგორ მივიდა გათალა ეს ვაშლი მოჭრა დანაჩარჭო და აწოდებს მეთქი საერთოდ ქართველი დედები ეგეთი ვართ მეთქი ჭამე დედიკონა ჭამე ვიტამინები რაღაცა და ამ დროს წამოვიდა ჟუჟუნა წვიმა მეთქი ნახე მე ჟუჟუნა მქვია და ჟუჟუნა წვიმა მეთქი ჯერ მიყურებს გიჟი მგონივა ჟუს ვერ გამოთქვა ბრიტანელი რეჟისორი ხო და უცებ ასრიალ და ბორბალი მეთქი და ეს მიწოდებული ვაშლი შეერჭო და მოკლა მეთქი ანუ შენ კი გიწერია რომ ეს ქალი სევდას ატარებს მაგრამ ნახე რა მასშტაბის სევდას გთავაზობ მეთქი მიყურებს ჯერ არ გონი ვარ ნორმალური მაგრამ ისმენს აი იქ სცენაში როგორ არის ცი ჟუჟუ რო დაუძახებენ და ეს უნგრულად რაღაცას ღიღინებს და ჟუჟუს რო დამიძახებენ მეთქი ეგრევე დამითრიგერდება ეს მომენტი და წვიმა მოვიდა და აი სულ სევდა და ბოლოს მე უთხარი რომ მომკლავენ და შემოვარდებიან და ჟუჟუ და ამ დროს მე ნახევარი ფეხი გადადგმული მაქვს უკვე იმ ერთ სამყაროში და იქ ხედავ ჩემი შვილი რომ ჩემსკენ მოდის მეთქი და აქ იქნება უკვე სულ სხვანაირი ჟუჟუნა წვიმა მოვიდა და უკვე სიხარული მეთქი მიყურებს ასე და ამდენი ჩემს გარდა ამ სცენარზე არავის არ უფიქრიაო. მოდიო შენო ჩაწერო ეს ჟუჟუნა წვიმაო და გამომიგზავნეო. ხო, ეს თუ გაამართლებდა მთელი მარტო ჩემი გმირის კი არა, მთელი ფილმის თემა უნდა ყოფილიყო მუსიკალური რა. და თუ გამოგვივაო და კაი ახლა გავიდა 1-3 დღე და მოდის ასე და მასმენიებს ჩემ ნამღერს. რომ რაღაც სასწაულ სევდაში რო გადის და არანჟირება რაღაც სასწაული და დიდი მადლობა საიმონ მეთქი და მადლობა პირიქით შენო რაღაც მთელი ამბები მე პრეზენტი დამახვედრა იქ სეტისხილები შოკოლადები შამპანურები რაღაცები და მოკლედ გადავიღეთ ასე რომ მე ვარ ქართველი ჟუჟუნა 1-2-3 სიტყვას ქართულს ვამბობ იქ და ჟუჟუნა წვიმასაც უმღერი და ფონადაც გაზდევს და ბოლოს სცენა უნდა გითხრა რომ ამ ოფიციანს ველაპარაკები რომ ჩაი ეს რაც უკვე გითხარით რომ ჩემი ბრალი იყო მე ჩამეძინა რულთან და ამიტომ გარდაიცვალა ჩემი შვილი my beautiful girl დანიელა საიმონ რაშვაშია დანიელა მე ვთქვი ჟუჟუნა ვარ და დანიელას არ არქმევენ საქართველოში მეთქი მიდი რაც გინდა ის თქვიო და რომ მივედი აქ უკვე ჩართულია კამერა და my beautiful girl თინიკო დედა ჩემი სახელი ვთქვი ვაიმე ვიტყვი ამ სახელს და ვიწყებ ტერილს ანუ ვერაფრით ვერ ვთქვი ისე და მოკლედ ასეთი ამბები იყო სახელები შეიცვალა ეროვნებად შეიცვალა კი ბატონო ქართველი ჟუჟუნა ვარ იმაზე თუ აღარ ფიქრობთ უკვე ჩატარებულ როლებზე, ხა ფიქრობთ რა გინდათ რომ იყოს შემდეგი? არა, არასოდეს არ ვფიქრობ მაგას, მე მინდა საინტერესო ადამიანებთან მუშაობა და ლედი მაკბეთი ვიქნები თუ კარტოფილი არა აქვს ჩემთვის მნიშვნელობა. ეს იყოს საინტერესო და პროფესიონალებთან მუშაობა. მაგრამ ესეთ წითელი ხაზები არ არის, რო აი. არ არის არანაირი წითელი ხაზი. ნებისმიერი კი ბატონო, თუ მე რეჟისორს ვენდობი და თუ არ ვენდობი, სადაც არ მუშაობ მასთან, აი ერთ არსებად ვიქცევით, აი როგორც ელენეს შემთხვევაში მოხდა. და მე უკვე 100% მჯერა. თუ ის მე ყველაფერში დამარწმუნებს, ყველაფერს ვითამაშებ რა. და როგორ უნდა დაგარწმუნოთ? რა გარწმუნებთ ხოლმე? მარწმუნებს პროფესიონალიზმი, რომელიც რაში გამოვლინდება? რა ვიცი, აი რაში გამოვლინდება პროფესიონალიზმი, ასე არ ვიცი, აი სხვა პროფესია რო აიღო და უშუალოდ დამლაგებელი, კარგად უნდა დაალაგოს და აქ მტვერი არ უნდა დატოვოს. აი ესაა პროფესიონალიზმი, ხო? ხოდა აი რეჟისორის შემთხვევაში რა გარწმუნებთ? რეჟისორის შემთხვევაში აი 100%-ით მოცულია ამ ამბით, ძალიან კარგად იცის დეტალები და რაც თავარია ეს მისთვის კი არ იცის მარტო გადმოცემის უნარი აქვს, რომ მეც რაცაც ის ხედავს, მე ზუსტად იმას ხედავთ. და ეგ ამის გარდა სხვა რომელიმე როლში გქონიათ კორექტივების შეტანის ცდუნება? არა, ელენესთან არ იყო ეს საჭირო, იმიტომ რომ ელენეს ყველა დეტალი ისე ქონდა გათვლილი. ერთადერთი ელენესთან რა მახსოვს, იცით, აი ეთერო რო შედის გინეკოლოგთან უკვე. და იქ ელენეს ეწერა რომ ჩანთას გადადებს და დაწვება და აი მაშინ უკვე მე ძალიან ეთერო ვიყავი სანამ ეთეროს გადაიღებდნენ და
მეთქი ეთერო მანამდე რო ჩანთას ისე უფრთხილდება და არავითარ შემთხვევაში არ გადადებს აქ დაიჭერს მე და რო უთხარი კი ზუსტად ეგრეო აი ესაა თანხვედ რა რო ის კი არ არის რომ მითხარი მე ასე ვფიქრობ ზუსტად მიხვდა იმან რომ მე დავინახე რომ ეთერო ასე გააკეთებ და ეს რეჟისორი ბრიტანელი მაწვილი ბოლო ფილმის რეჟისორი მსახიობიც არის ხო თვითონ და ყველა სხვა რეჟისორი მე მგონი ვისაც მანამდე გითამაშია მხოლოდ რეჟისორია ხო არის ეგ განსხვავებული ვითარება უდიდესი განსხვავება. ერთი ატმოსფერო იყო ისეთი, რომ არ იყო ეს დიდ ბიუჯეტიანი ფილმი. აქ ჩვენმა ქართველებმა რო იციან, რომ მეტი რატო არ მოთხოვე და ის ბრიტანეთი და მე რა რო ბრიტანეთი. ეს არის მისი პირველი სრულმეტრაჟიანი ფილმი და ეს მსახიობები, ვინც იყო, ყველა მისი მეგობარია. და როგორ ეფერებოდა იცი ყველას მარტო მე კი არა გრიმიორებს, მუშებს, ყველას აბსოლუტურად, რომ ერთხელ არ მინახავს გაბრაზებული. და თვითონ ოსტატობაზე რაღაც კარგ რჩევებს იძლეოდა თუ არავის არ ჭირდებოდა დამატებითი რჩევები არა ოსტატობაზე ახლა სხვა რჩევებს აძლევდა რა ვიცი მე ჩემსას მითარგმნიდნენ იმასაც ხო არ გადამითარგმნიდნენ და ძალიან როგორ აქართულად ტონკი არ ვიცი აი ფაქიზი ხო აი ყველაფერს რო გრძნობს და თავაზობდა რაღაცებს რა თქმა უნდა ხა მივედი გავაკეთე ყველაფერი ეგრე არ არის და რასაც მეუბნებოდა და იმას ვაკეთებდი თან ძალიან კარგად თარგმნიდა თაკი თვითონ რომ მსახიობია ძალიან დიდი როლი ითამაშა ამან რო ასე მშრალად კი არ მითარგმნიდა მსახიობურად მითარგმნიდა ნიჭიერი ადამიანია თვითონაც და ხო კი პასუხი მე მახსოვს რომ მე მგონი ერთისთვის სადაც დაიწერა პირველად რომ ამ ფილმში თამაშობთ იქ ამბობთ რომ ხელს ვიჩქმეთ ხოლმე ხშირად რომ და შევახსენე ჩემ თავს რომ ეს ნამდვილად ჩემ თავს ხდებაო და მე მგონია რომ უბრალოდ მეგონა რომ შაშვის მერე რაღაცნაირად მზაობა გქონდათ რომ კიდევ უფრო დიდი იქნებოდა შემდეგი პროექტი ხო რომელშიც მიგიწვევდა იმიტომ რომ ამ ფილმისთვის ბევრი საერთაშორისო ჯილდო მიიღეთ ბევრი საერთაშორისო ფესტივალზე იყო და ასე შემდეგ რატო იყო მაინც ეგ დაუჯერებელი რომ იქ აღმოჩნდით ჯერ ერთი იმიტომ რომ ისეთ ქვეყანაში ვცხოვრობთ რომ აი სხვაგან რო ყოფილიყავი დაუშვათ შაშვი რო ითამაშე იმის მერე ყოველდღე წინადადებები იქნებოდა და შაშვიდან გავიდა 2 წელი თუ 3 მე მგონი და ეხლა გამოჩნდა ეს წინადადება ანუ რადგან შენ ერთხელ გაგიმართლა და რაღაც კარგი გამოგივიდა და ამის გამოტაშები დაიმსახურე არ ნიშნავს რომ ხვალაც მოვა წინადადება და ამიტომ ახლა აქ რო გადამიღეს არ ვარ ასე დამშვიდებული ადამიანი რომ ხვალ კიდე რაღაცა შემომთავაზებენ არავინ არ იცის რა და ეგ იყო ალბათ განსხვავება ხო თქვენსა ერთ-ერთ ჰოლივუდის მსახიობს შორის რომ თქვენი ბედი მაინც განპირობებულია იქიდან რომელი ქვეყნიდან მოდიხართ ხო რომელი ქვეყნის მსახიობი ხართ და მათი ცხოვრება უკვე იქიდან გამომდინარე რომ უკვე დიდ კინოინდუსტრიას წარმოადგენენ უფრო განსაზღვრული და დაგეგმილია რა. რა თქმა უნდა, აი რომ მეკითხებოდნენ ახლა რა გეგმები, გეგმები არა ის არაფერი ვზივარ, ასე წევარ უფრო სწორად TikTok-ს სკროლავ და რომ ვინმე რამეს თუ დამიძახებს და იმათ თელი წლით აქვთ უკვე გაწერილი. ყველაფერი იციან იქიდან სად უნდა წავიდნენ, რა უნდა ქნან. და აი ეს ენის ბარიერი საბოლოოდ გადავწყვიტე რომ უნდა ვისწავლო ინგლისური. ეს კაი გადაწყვეტილება. ხო, ასე რომ წავალ ხოლმე უცხოეთში, იქ გადავწყვიტავ და ჩამოვალ და მე არა მეთქი და ახლა რაღაცა 2 კვირა ვფიქრობ რომ უნდა ვისწავლო მართლა. იმდენად კარგ ადამიანებთან მოხვდი და იმდენად დიდი სურვილი ჰქონდათ იმათ, რომ აი ფილმის გარდა სხვა რამეზე გველაპარაკა და no English ვიძახე ასე დებილივით და რაღაცა მომინდა რომ ვისწავლო და დაველაპარაკო. და ეკა გაინტერესებდათ ეს დანარჩენები, თუ აი ყველა ერთად ჩანხართ კადრში ალბათ რაღაცნაირად იკვეთებოდით, მაგრამ აი სადაც არ იყავით ერთად, იქაც გაინტერესებდათ გენახათ თქვათ ესენი როგორ თამაშობდნენ, თუ მაინც უფრო შენ როლზე ხარ კონცენტრირებული. არა, ეგ სისულელია მარტო შენ როლზე რო ხარ ეს პარტნიორი თუ არ გაინტერესებს, დაღუპულია შენი საქმე რა. მარტო ხარ ასე და შენ გონია შენ თავი რაღაცა და აინტერესებდა კი არა გიждდებოდი ისეთ მასტერკლასებს დებდნენ აი ერთი სცენარი 4 დღე იღებდნენ ამას მე რო უკვე მკვდარი ვარ და ვაგდივარ ანუ თვალები დახოჭული მაქვს და ტომ ჰოლანდერმა 8 ვარიანტი შესთავაზა რეჟისორს 8-ვე განსხვავებული და 8-ვე გენიალური და ამას კი არ ხედავდი ეს მესმოდა თან იმენაზე რომელი ენაც არ ვიცი და იქ ხვდებოდი რომ ადამიანი სასწაულებს აკეთებდა რა ანუ ეს ჩთამაგონებელი იყო. ძალიან.
გარდასახვა მამისთვისაც მოგიწიათ ფიზიკურად, მეგონი იქ სხვანაირად გამოიყურებით, ხო, იმიტომ რომ ვიცი რომ შაშვის დროს ბევრი ჩარევა დაგჭირდათ თმებსა და სხეულში. ხო, არა, გარდასახვა, აქ ერთადერთი წარბები მომპარსეს, რომ უფრო ადვილი ყოფილიყო. რა შაშვის დროს ამოვიდა? ხო, შაშვის დროს მჭირდებოდა ბევრი და ახლა პირიქით მოპარსული იყო და ძირითადად მაინც რა იცი, ახლა ეს ყველა მსახიობის ასე ვთქვათ ტკივილია, რომ მე სახე მაქვს ძალიან მკაცრი და რაც მითამაშია სულ მკაცრი ქალები. და ასე ტიპაჟურად გარჩევენ. ამ დროს შიგნით მაგარი ხვანცალა ადამიანი ვარ და აი სულ სხვა რაღაცის თამაში მინდა. ეს სახე ისედაც აკეთებს რაღაცას, რა, ცოტას მეც ვეხმარები და აი ხვანცალა როლი როგორ წარმოგედგენიათ, ვინ იქნებოდით? აი მანდა მაინც ხვანცალა და რა მშვენივრად ვითამაშებდი კლოუნის როლს დაუშვათ, ცირკის კლოუნი. აი როგორ ხვანცალა. ეგეც სევდიანია. სევდიანია რა თქმა უნდა. და ადამიანი სევდიანიც არის და ისეთიც არის. კარიც ახ დავიბენი ცოტა. ხო და ეგ მინდოდა მეკითხა, ეს როლები თქვენთვის რა არის? საკუთარი თავიდან გაქცევის და სხვის ტყავში თავშესაფრის პოვნის გზა? მსახიობობა საერთოდ ეგ არის? საკუთარი თავიდან გაქცევა არ მინდა ხოლმე, მშვენივრად ვარ ჩემ ტყავშიც და ჩემ თავთან ძალიან საინტერესოდ ვგრძნობ თავს, აი ყველაზე კარგად ვარ მარტო როცა ვარ და საკუთარ თავში რო ჩაღრმავდები და იქ ქეკავ და რა არის ასე ვერ ავხსნი, იცით, აი თუ როლი მომეწონა, ის გუნდი მომეწონა, ხო, მე შეპყრობილი ვხდები ამით, რომ აი ერთი სული მაქვს ეს ადამიანი გავაცოცხლო და როგორც კი დამთავრდება, არასდროს არ მომყვება ის გმირები. დამთავრდა იმ ბოლო დღეს დავსვი წერტილი და მე როგორ ჩვეულებრივი ეკავარ, მოლოდინში კიდე ახალი ვინმე საინტერესო გამოჩნდეს. ხო და ეგ სხვა ადამიანების ცხოვრებისადმი ინტერესი არ არის, რომ აი რაღაც სხვისი ცხოვრებითაც იცხოვრო რაღაც აი ასე სხვას ვერ ვიტყვი, აი ეს არის კონკრეტულად ეთეროსი, კონკრეტულად ჯუჟუნასი, შევიყვარე ის გმირი და აი შემოვიცვი ის გმირი და ვითამაშე რა. ხო და გმირია თუ სხვა ქალის ცხოვრებაში შესვლის გზა? ამდენი აღარ ვიცი ახლა ვიბნევი მასეთ კითხვებს. აი თქვენი თავიდან გაქცევის სურვილი არა? არა. არა, ერთ ცხოვრებაში ჩემი თავის იმაში ჩატენვის სურვილია უფრო. ხო, ანუ ერთ ცხოვრებაში ბევრი ცხოვრების მოსწრების სურვილია? არ ვიცი, აი ასე არ ვფიქრობ. მაგრამ როგორ ვფიქრობ, ისიც არ ვიცი. ხო და აი მაგისი დაჭერაბინდა როგორ ვფიქრობ სხვა ქალებზე. ანუ მაშინ უფრო კონკრეტულად დამისვია რას მეკითხები და უშუალოდ როგორი პერსონაჟიც არის ეთერო, ეს რო ვითამაშე იმ ქალებს უთანაგრძნეთ თუ არა. არა, ეგ გონი ისედაც ჩანს, რომ ემპათიური ადამიანი ხართ და შეგიძლიათ სხვა ქალების თანაგრძნობა, უფრო სწორად შეგიძლიათ არა, ისედაც აპრიორი იგულისხმება, რომ სხვა ქალების მიმართ მხარდამჭერი ხართ. მე ესე ვხედავ ყოველ შემთხვევაში. კი, მეც მე მგონი მასე ვარ, მაგრამ უბრალოდ აი როლის თამაში მგონია, რომ უფრო ახლოს შესვლა სხვა ადამიანის ცხოვრებაში, რაც შეიძლება იჭორაობით არ გამოგდიოდეს მისვლით და ჩამოჯდომით, რომ იმ რაღაცა გამიზიარე შენი ამბავი და აი როცა როლს თამაშობ, ამ გზით შედიხარ მის ცხოვრებაში. მე მგონი ჩემ შემთხვევაში ეგრე არ არის. მე რო თამაშობ როლს, მაინც თვითონ ეკა გამოსულია და უყურებს ეს ეკა როგორ თამაშობს იმ ეთეროს. ანუ თქვენი თავი მაინც უფრო მნიშვნელოვანია ვიდრე სხვა. ვის როლსაც თამაშობთ? ჩემი თავი მნიშვნელოვანია, ანუ ეკა მასე არ როგორც მომწონს. მსახიობი. ხო, მე მომწონს რა მომწონს, იცი რომ ამ ეკამ ჩვეულებრივმა ეკამ, როცა მსახიობია, შეცდომა არ დაუშვას. ყველაფერი ზუსტად გააკეთოს, რომ აი მის პროფესიაში იყოს ძალიან მაგარი. აი ეს თორე ეკას მოწონს ეკა, სულ არ მოწონს ჩემი და. ეხა მივხვდი, მაინც უფრო თქვენ თავს ცდით და არ წმუნებთ, რომ ესეც შეგიძლია, ვიდრე სხვა ქალის ტყავს ირგებთ. ხო, აი ზუსტად. ნახე, მსახიობობა არასდროს არ ჩამითვლია, რომ აი შაშვი ვითამაშე, ის ვითამაშე და ვარსკვლავად მუშაობ, აგერ უკვე 3 წელი, ხო? არა, ყოველ წუთს უნდა ამტკიცო, რომ მაგარი ხარ, ყოველ წუთს უნდა სწავლობდე შენ პროფესიაში და არანაირ კომპრომისზე არ უნდა წახვიდე, როცა როლს აკეთებ. კომპრომისი რანაირი შეიძლება იყოს, რომელსაც აი არ გინდათ რომ წახვიდე. აი ნახე, რაღაცას დაუშვათ იღებენ, ახლა საიმონთანაც მქონდა და შეიძლება ყველა ტარს გიკრავს ისიც და
შენ გრძნობ რო უკეთესად შეგიძლია გააკეთო, ხო, რომ იმათ ყველას კი მოწონს და ისინი ვერ ხედავენ რომ აი ამ ხელათი მეტი შენ შეგიძლია გააკეთო და მაშინ უნდა თხოვო რომ კიდე ერთი დუბლი რა რომ ეს მოსინჯო ყველაფერი. შეიძლება შენ გონია რომ შეგიძლია და ვერც ვერაფერი ვერ გააკეთო, მაგრამ თუ ეს გაგიჩნდება აუცილებლად უნდა მოსინჯო. და არ დააკლო. კიდე რაც მეინტერესებდა ეგ იყო, იმიტომ რომ თქვენ ხომ გოგის საინტერვიუში ამბობთ რომ ზეთუნახაობა გინდოდათ და ეგრე აღმოჩნდით მსახიობის როლში. ხო, ცხოვრებაში. მსახიობის პროფესია, ეგრე მოვიდა თქვენთან და მეორე მხრივ, აი რაც ახლა თქვით, რომ ვარსკვლავად მუშაობა მაინც არ მოგწონთ, ხო? ანუ ეს პოპულარობით ეთქობა, მე მგონი უხერხულობაც ახლავს თან ამას გარდა სიამოვნებისა, რაც შეიძლება ადამიანს ძალიან დიდი სიამოვნებაა, მაგრამ თან უხერხულად ვგრძნობ თავს რაღაც. ვაიმე რა კარგი ხარ და ვაიმე როგორ მიყვარ ხარ და ცუდად ხვდები ასეთ რა. აი ცოტა დოზით თუ მეუბნებიან კი და მე უკვე ვწითლდები, ოფლი მომდის, რაღაც ხველება მეწყება და ამიტომ ზივარ სულ სახლში. მაგაზე ფიქრობდით, ზეთუნახაობა რო გინდოდათ, რომ ბევრი ყურადღება თუ იქნებოდა, შეიძლება შემაწუხებელი ყოფილიყო. ნახე, აი მაგაზე ვიფიქრე მე გოგისთან რო ვთქვი, რომ აი რატომ მანდა მაინც მზეთუნახაობა. ანუ ფიქრობდი რაზე, იცი რომ მე გამოვედი, გამოვანათე. მაგრამ იმათი სახეები არ დავინახე. ანუ თეატრში რო თამაშობ, იქ ხო ჩაბნელებულია და ყველაფერს გავაკეთებ, მაგრამ რო აინთება, მე მწხვენია, რატომ მწხვენია მეც არ ვიცი. რა მაქვს ასირცხო, მაგრამ მწხვენია. სირცხვილე ჩემთვის ძალიან საინტერესო ფენომენი და მგონია რომ თქვენც ორი გოგო გყავთ და აი პატარა გოგოებთან შეხება გქონიათ. მგონია რომ ბავშვებისთვის არის ერთ-ერთი რთულად გასამკლავებელი ემოცია, რომ აი გადააბიჯონ ამ სირცხვილს და თავისი ძალები მოსინჯონ და აი როცა ჩემშულებს ვეუბნები რომ აი ბევრი მუსიკოსი მსახიობი წარმატებული ადამიანი ვისაც შენ ხა ესე იცნობ თავის დროზე იმაზე მეტად იტანჯებოდა სირცხვილის თუ უხერხულობის გრძნობით ვიდრე შეიძლება შენ ამ თვალს განიცე რაღაც დაუჯერებლად ჟღერს არ ჯერათ რომ ვიღაცისთვის შეიძლება ეს უხერხულობა უფრო დიდი იყოს ხო და მე მგონია რომ ჩვენი ცხოვრებაში ყველა ცხოვრებაში ეს უხერხულობა დიდი წილით სხვადასხვა დოზით მაგრამ არის ხო მაინც აი ეხა უკვე გაზრდილ ეკას რა შეუძლია პატარა გოგოებს უთხრას ამ უხერხულობების შესახებ რაც სხვადასხვა დროს გიგრძნიათ და რომელზე გამარჯვების თუ გადაბიჯების გარეშეც ვერ იქნებოით იქ სადაც ხართ ხო არა მგონია მე სირცხული აქამდე მომყვება და ეს უხერხულობა ანუ ვერაფერსაც ვერ გადავაბიჯე ხო მაგრამ მაშინ როგორ თანაცხოვრობთ ამასთან ერთად შვენივრად აი ხო გითხარი თუ ჩაბნელებულია ანუ მე არ დავდივარ არანაირ ტუსოვკებზე იმიტომ რომ უხერხულად გრძნობ თავს რომ აი ესე რომ დადგე და ერთი ჭიქაღვინი და არ შემიძლია ეგეთი რაღაცა ჭორაობა არ გიყვართ ჭორაობაზე გიждები პირველი ჭორიკანა ვარ ოღონდ მე მიყვარს მეგობრები ჩემთან რომ მოდიან პატარა წრეში ნუ ჰაჰა 10 კაცი და ის ყველა ადამიანი უნდა მიყვარდეს აი ჩემი შვილის მეგობრები რომ მოდიან ყველა მე მეჭორავება და გიждები ისე მიყვარს ეს მიყვარს მირთმევა რაღაცეების და ანუ ჩემ ტერიტორიაზე ყოფნა თქვენ როცა აკონტროლებთ ვითარებას ეგ მომწონთ აი ეგ მომწონს უფრო თქვენ ხო დიდი ხნის განმავლობაში ხართ თეატრის მსახიობი მოგონია არა ეხაც ხართ მაგრამ 48 წლამდე თუ რაღაცა კინოში როლი არ ქონდათ ხო და თამაშები რა მოგცათ კინო მეგეთი რაც თეატრს არ მოუწია და პირიქით აი თეატრს რა აქვს ისეთი რასაც კინოში შეიძლება მთელი ცხოვრება ითამაშო და ვერ გარდაჩაბნელებული აუდიტორიის ხო აი მე როიციან რომ აი თეატრი უფრო გიყვარს თუ კინო ორივე მიყვარს ერთნაირად თეატრი მიყვარს როგორ იცით აი როცა ჩემი აღმავლობის ხანა იყო იმ თეატრში, როდესაც ჩვენი თეატრის ხელმძღვანელი იყო გიორგი თავაძე, მაშინ მივხვდი რა ყოფილა მსახიობობა. იმიტომ რომ საერთოდ არ მეგონა ისეთი თვისებები და ისეთი პატარა ნიჭუკები მქონია, გიორგი მამუკაჩა ეს ყველაფერი. რა ვიცი, რამაც აქამდე მომიყვანა იმ სირცხული დამაძლევინაში, ამას შეძლებ რაღაცეები და ძალიან ბედნიერი 8 წელი იყო. არც მანამდე და არც მე თეატრში ასეთი შეგრძნება არ მქონია, რომ რაღაც მნიშვნელოვანს ვაკეთებ. რა ეს თქვენი ადგილია? ხო, ჩემი ადგილია რა თქმა უნდა, იმიტომ რომ თეატრს მაინც სხვა ხიბლი აქვს, ის იმ წუთში იქნება იმ მომენტში, მაგრამ ნუ ველოდები რომ იქაც დადგება ეს ბედნიერი დრო და კინოში აი რაც გადავიღე, ყველგან თავი კარგად ვიგრძენი და გამიმართლა რა იცი აი პატარა როლი პირდაპირ დიდი როლები და აი ბევრი შესაძლებლობა რომ მთლიანად გამოაჩინო რა შეგიძლია და ეკა რადგან ორივე ესეთია
სხვადასხვანაირად საინტერესო. ფიქრობთ, რომ იქ რაღაცა დაგჭათ ისეთი, რასაც მერე გააკეთებთ, თუ ძველ როლებზე აღარ ფიქრობთ? არა, ძველი როლები ვითამაშე დავამთავრე. ყველაფერზე ახალზე ვფიქრობ. ანუ უკან მოხედვა, არ ვიცი რომ რა კარგი იყო და ჩემ დროს ასე იყო. წინ რა ხდება, სულ წინ ვიხედებ. შეიძლება ერთი ვიფიქრო, რომ ეს ასე ყოფილიყო ის და რა აზრი აქვს ამ ფუჭ ფიქრებს, ხო? მაგრამ უფრო მეც თქვენ თავზე და როლებზე ფიქრობთ, თუ აი გაინტერესებთ თქვა სხვა მსახიობები რას აკეთებენ სხვა თეატრებში, რა იდგმება, სხვა რეჟისორები როგორ მუშაობენ. აი მაგას როგორ ადევნებთ თვალს, იმიტომ რომ მგონია რომ მნიშვნელოვანია რომ შენი თავის სხვებთან შედარებითაც დაინახო და არა ცალკე აღებული. აი რაც თქვით, რომ მარტო შენ რო კარგად თამაშობ, კინოში არა აი ისე. მე მაგალითად რამე თუ მომეწონება ან სპექტაკლი ან ფილმი, დასაბმელი ვხდები. ვიწყებ ტილს, ვეხუტები სრულად უცხო მსახიობს და ბედნიერი ვარ, მაგრამ თუ არ მომეწონება, ხო? გილოცავ თვითყვი და გამოვალ. არაფრით არ შემიძლია. აი მე რა კარგი იყო, აი ეს აფერისტობები, არაფრით არ შემიძლია რა. შეიძლება აი შენი მეგობარია და ელოდება რომ რაღაც კარგი უთხრა და დათური სამსახურია იმას უთხრა ის, რასაც მართლა არ ვფიქრობ. მაგრამ მაგის გამო ის არ არის ხოლმე წყენა რომ რატო წავიდე ეკამალე. არ მაინტერესებს, არის თუ არა წყენა. გილოცავ თქვი, ანუ პატივი გეცი, მოვედი, ვნახე და მოგილოცე პრემიერა და ვერ მაიძულებ რომ თქვა რომ კარგია თუ არ არის კარგი. აი მე შესავიკითხავ რა არის ბოლო პერიოდის სპექტაკლი, რომელიც ნახეთ და ძალიან მოგეწონათ, გულწრფელად შეაქეთეთ. ისე უნდა თქვა რომ ბევრ სპექტაკლებს არ ვნახულობ, ჩემ თეატრშიც არ მაქვს ნანახი. რაღაც უცნაური რამე დამემართა, იცი, ახლა იმდენი ხანია მე სცენაზე, კარგ სპექტაკლში არ მითამაშია, რომ ცუდის ნახვის სურვილი არ მაქვს და კარგი რომ ვნახო შემშურდება. მეც მომინდება იმ კარგში ყოფნა და აი მეშ კაი კინო. კაი კინო. არ ვიცი. სულ უყურებ და ვერაფერს ვერ ვმახსოვრებ, სულ უყურებ რაღაცა. რა უყურებთ ხოლმე მსახიობებზე ფიქრობთ თუ ფილმზე? ერთიანად ვფიქრობ ამაზე, აი მაგალითად ჩემი საყვარელი მსახიობი. აი როგორც მაყურებელი ეგრე უყურებთ თუ როგორც მსახიობი? მე მგონი ჩემ დაუნებურად როგორც მსახიობი მაინც ასე გამომდეს. აი ხოაკინ ფენიქსზე ვგიჟდები ისე მიყვარს და ჯოკერი რომ ნახე პირველი ის მეორე არაფრით არ ვარგა. მასტერ კლასებს ვატარებიებდი რა, 3-ჯერ 4-ჯერ რაღაც მომენტებს რომ ეს რანაირად შეიძლება ადამიანმა გააკეთოს. და თითქოს სწავლობდი, აი როგორ გააკეთა, ნეტა როგორ გააკეთა. მაშინ ახლა ვიკითხავ სხეულების ტრანსფორმაციებზე. ეს გაწუხებთ თუ როლის ნაწილად მიიჩნევთ ხოლმე? არა, საერთოდ არ მაწუხებს. უკვე იმას აქში ვარ, კლიმაქსი დამეწყო და საერთოდ ჩემი სიმსუქნეც არ მაწუხებს ვიზუალურად, უბრალოდ ფიზიკურად მაწუხებს. რო ადრე ისე ვცურავდი, რომ ჩავხტებოდი და თურქეთში ამოვყოფდი თავს და ეხლა ბუიოკამდე ძლივს რომ მივდივარ, აი ეს მაწუხებს და ამიტომ მინდა რომ გამხდარი ვიყო. და არა იმიტომ რომ რაღაც კოხტად ვიყო. კოხტად რა აწი ჯულიეტას ვითამაშებ თუ რას ვითამაშებ, როგორიც ვარ, იქიდან გამომდინარე უნდა მომცენ როლები, ხო? თან ეს სახელები რომ მანდა მაინც ელექტრაც ნათამაშები მაქვს ისე, მაგრამ რა, მე სახელების თამაში. ამიტომ მსხალი, ვაშლი, ცოცხი საინტერესო სამუშაო და სულ ერთია ჟუჟუნა გერქმევა თუ ეთერო გერქმევა. ანუ ამ სხეულებრივ ტრანსფორმაციებზე დიდად არ ფიქრობთ, ამასაც საქმის ნაწილად აღიქვა. კი ბატონო, თუ და როლის მიღმა, როცა ეკა დიდად იმაზე არ დარდობთ, როგორ გამოიყურებით. არა, არ დარდობ, იმიტომ რომ ახლა მე რა იზრდება ეს წარბები, ხანდახან მომინდება მარტო ერთ წარბს გავზრდი და იმხელა იზრდება რომ ასე ყურზე გადაწევ, მეორეს მოვიპარსავ. ანუ ეს უცნაურობები ისედაც სულ მახასიათებდა რა. რომ თავის გადაპარსვა, რაღაც სხვადასხვა ფეხსაცმელის ჩაცმა. ამიტომ ამაზე არ ვდარდობ, რომ მე ვიტყვი რომ ძალიან კმაყოფილი ვარ, პირველად ყავს მე მგონი ეგეთი რესპონდენტი, რომელსაც გაცხადებულად აქვს ნათქვამი, რომ როცა თავს ცუდად გრძნობს, თმებს იპარსავს. ჩემი საყვარელი პრაქტიკაა და კმაყოფილი ვიყავი, რომ ეგეთი ქალი მოდიოდა ჩემთან სტუმრად. მაგრამ მაგის გარდა კიდე სხვას რას ატანთ ხოლმე გადაპარსული თმების გარდა სევდას? სიზმრებს უყვებით წყალს? არა. ვერ ვიმახსოვრებ სიზმრებს, უყვები შვილებს და ისინი მაწყნარებენას. ვტირი ხოლმე გამომაღვიძებს, რომ რაღაც ერთი კვირის წინ ცხენი აღებდა ასე პირს და მკბენდა და უყვიროდი მიშველეთ. შვილებს უყვები ყველაფერი, შვილები ყველაზე დიდი ძალაა ჩემი, აი მეგობრულად ვცხოვრობ. 3 გოგო ვარ და უფროსი არ გვყავს. ეგ მე მგონი კარგი მოდელია. მშვენიერი.
მაგრამ ეს განზრახული იყო, ესე უნდა ყოფილიყო თუ ცხოვრებამ მოიტანა ესე. ყველაფერი ცხოვრებას მოაქვს. ნახე, აი მეორე გოგოსთან ჯერ დაწყებით კლასებში რა შევატყვი იცი ჩემ თავს რო დაუჯდებოდი სამეცადინოთ. ასეთი ეკაკი აღარ ვიყავი. გამართულად უმეტყველებდი, აბა ეხლა გადაშალე, აი მე და მე ჩემ თავს უყურებდი, შენ ვინ ხარ საერთოდ გვერდიდან ხო? ხო და ბავშვის თვალებში რო შევატყვე შიში всё დედიკო მეგობრები ვართ მე და შენ გინდა ისწავლე გინდა ნუ ისწავლე მე იმდენად არ მომეწონა ჩემი თავი ამ პოზიციაში რო ტუ არ მომეწონა მაგრამ გოგოებს შორის ასაკობრივი განსხვავება არის და თქვენ სხვა ასაკის იყავით ხო შესაბამისად ძალიან პატარა დედა არც პირველი შვილის შემთხვევაში 33 და 40 წლის მაგრამ არის ხო მაინც განსხვავება მაგაში არა დედის ანუ ქალისთვის როდის როგორი დედა ანუ შემდეგ ასაკში უფრო მკაცრია თუ უფრო მობიერი ან პირველ შვილთან ამას აკეთებს და მეორესთან აღარ აკეთებს. აი პირველ შვილთან დავუშვათ, მაშინ დედაც ცოცხალი იყო და უფრო ის ამეცადინებდა, იქ რაღაც ბიძაშვილები მეხმარებოდან და პატარასთან მარტო დავრჩი ასე და ძალიან არ მომეწონა ჩემი თავი, აი დიდაქტიკოსი ეკა რაღაც სერიოზული ეკა ვერავიტანე. მაგრამ ბავშვებისთვის უფრო დედა ხართ თუ ამავდროულად მსახიობი? დედა. ეკა ეკავარ მეგობარი მათ. ეკას გეძახიან დედას არა? დედიკო, კი, დედასაც მეძახიან, ჩახუტონება როცა უნდათ ბევრი. და რა არის მნიშვნელოვანი, რომ ბავშვები ბედნიერი ხალხი გაიზარდონ და თავისუფალი და რაც თქვი თუ ხერხულობისგან ნაკლებად იტანჯებოდნენ, მით უმეტეს გოგოები. მარტო მაგაში კი არა, საერთოდ ყველაფერში მნიშვნელოვანია სიყვარული. თან ძალიან დიდი დოზით სიყვარული, რომ აი უნდა დაახრჩო ადამიანი სიყვარულში, თუ მართლა გიყვარს რა. და ყოველთვის მეტი დადებითი თვისებები ექნება იმას. აი შენ მე რო აღარ ვიქნები 100 წლის მერე, ეს სიყვარული საგზლად გაყვებათ. მოხდი აი ასე ბევრი სიყო, ბევრი ეკა ექნება. ხო, ნელ-ნელა გახარჯავენ და მიდი შვილო ეგეთი ეკა აღარ ემახსოვრებათ. ეს ცოტა ხანი ვიყავი და ეგრევე არ მომეწონა ჩემი თავი. სიყვარულია ყველაფერში მნიშვნელოვანი. მაგრამ თქვენ უფრო ბევრ ამბავს უყვებით თუ ისინი? ერთნაირად ყველაფერს უყვებით. არის რაღაცები, რასაც მეც ვმალავ და ისინიც მალავენ, მაგრამ ძალიან ცოტა არაფერი აღარ მაქვს დასამალი. ყველაფერს უყვებით. და როცა გქონდეთ, რა გქონდეთ? ეს სასიყვარულო ამბები რაღაცები, რაც არ არის საჭირო შვილებს რომ ყველაფერი ბოლომდე რომ მოუყვე. მაგრამ რაღაცებს უყვებოდით. კი, კი. აინტერესებს, გეკითხებოდნენ თუ თქვენ უყვებოდით, აი мама ესეთი იყო, აინტერესებს, იმიტომ რომ მე ყოველთვის ყველაზე სწორ რჩევას მაძლევენ ჩემი შვილები, რაც არ უნდა პატარები ყოფილიყვნენ მაშინაც და რატო? იმიტომ რომ აი როგორც მე მაქვს დიდი სიყვარული, მათაც ხო დიდი სიყვარული აქვთ და ყველაზე კარგად ხო ისინი მიცნობენ. რო აი ეს რო გავაკეთე, რატო გავაკეთე, შეიძლება იქ დამალო, რაღაც იმას სხვა რამე უთხრა, მაგრამ იმათმა ხო ზუსტად იციან მე ეს რატო გავაკეთე და ყველაზე სწორ რჩევებს შვილებისგან ვიღებ. აბა ესეთი აღქმა მაქვს ჩამოყალიბებული, რომ სხვების აზრი მაინც და მაინც არ გაინტერესებთ, მაგრამ შვილების გაინტერესებთ. მათ შორის პირად ცხოვრებაზე. რა თქმა უნდა. აი ყოფილა რომელიმე შეყვარებული მაგის გამო დამთავრებულა რომ შვილებს არ მოიწონათ. ასე შეყვარებული არ მყოლია. მე იყო ჯერ ერთი პირველი შვილის мама, მერე იყო მეორე შვილის мама. ხო და თავიანთ მამებზე ვეჭორავებოდი მოკლედ და ყველაზე კაი რჩევებს მაძლევდი. სხვა კაცებზე არა მოკლედ. სხვა კაცები არ ყოფილა მართალი რომ ვიქრა. და რას ამბობდნენ მამებზე? აი რაც უთქვამთ რომ არასოდეს შენ არ გაგილანძღავს აი პირველ შვილს мама ჩემი და იმიტომ კი არ გამილანძღავს რომ აი არ გავლანძღე რო შვილთან მართლა არ იყო გასალანძღი არც ერთი და არც მეორე და რატო უნდა გამელანძღა ხო? გასალანძღ კაცთან საერთოდ რატო უნდა გქონდეს? ხო, არ ვიცი. წესიერკალს. წესიერკალს. მოყვარე ადამიანს. კი ბატონო, აბარა. განსხვავებას ხედავთ თაობებში, აი სხვანაირი გოგოები არიან, ვიდრე თქვენ იყავით მაგათ ასაკში? რა თქმა უნდა. ხო და აი რაში გამოიხატება ეგ სხვადასხვა? ხო, აი ახლა ვფიქრობ და უშუალოდ სხვანაირ რაში გამოიხატება. აი ნახეთ, ჩემ მეგობრებთან მქონდა ერთი 10 წლის წინ ასე ლაპარაკი, ამ ჰომოფობიურ რაღაცეებზე ვამბობ, რომ ნუ იყო რამოდენიმე რომ როგორ შეიძლება კაცი კაცთან და მე ამას დამცველი და უცებ ერთმა მკითხა რომ აი შენი ქალიშვილებიო რომ ლესბიანკები იყვნენო. და დავფიქრდი უცებ იცი მაშინ ვერ უპასუხე და აი ამაზე დრო დამჭირდა რომ მე რა
აი მე რამდენ რომ მივედი, იქ როგორ განთავისუფლდი, იცი რომ რა ჩემი საქმეა, ის ვისთან ის ჩემი შვილია და სულ მეყარება. მაგრამ იმ მომენტში, ესე იგი მე ცოტა ჰომოფობი ვიყავი ალბათ. რადგან უცებ რომ აი სხვას ვიცავდი და ჩემ შვილზე უცებ აი ვეღარ უპასუხე რაღაცნაირად. ეხლა აბსოლუტურად თავისუფლად შემიძლია თქვა, რომ ეს არ არის ჩემი საქმე. და ბავშვების შემთხვევაში დაფიქრება არ ჭირდებათ? არა, რა თქმა უნდა. დაფიქრება საერთოდ არ ჭირდება, ძალიან თანამედროვე, სწორად მოაზროვნე ადამიანები არიან. და აი რა არის, რაც გიკვირთ მათგან? რაც სხვანაირია თქვენგან განსხვავებით, ეგა გახსნილობა? არაფერი არ მაგვიკვირს, იცი, უკვე მეც გავხდი მათნაირი, იმიტომ რომ ხედავ, რომ ისინი როგორებიც არიან, ეს უფრო საინტერესოა, ვიდრე ჩემი ასაკის ადამიანი ან ჩემზე ძალიან კაი ტიპები არიან. აი პატარა არის 15 წლის. ისეთი თავისუფლები არიან. ყველა არა, მაგრამ ყოველ შემთხვევაში ჩემს სახლში ყველა თავისუფლად გრძნობს თავს. და ესე იყო თითქანვე მე მგონი, ხო? კი, სულ ესე იყო. ვაი მე უნდა გითხრა გიხვეწები. საიმონმა მითხრა რომ ყველა მომვილაპარაკეთო და იმდენად გვიყვარხარ რომ ბანერზე მარტო შენი ფოტო იქნება. მთელი კირანაითლები ჩააჭრეთ? კი, უკან ეს შატო იქნება და წინ იქნები შენ, რა. დამკვლელი სახე ხომ აქ. და ნანანა, აბა რა მოხდება ფილმში? ეს მაგარია. კინოს მიღმარითი ერთობით და თეატრის მიღმა. დიდი ხანია მე მინდა დურგლობა. ანუ ეს სურვილი საძოვაში. კი, ძალაშია და რა იცი, ჯერ რაღაც ყოფითი რაღაცებია მოსათავებელი. ახლა იქ რემონტი უნდა გავაკეთო, ის უნდა ვქნა, ის უნდა ვქნა და ბოლოს კიდე რაღაც პროექტში რო გადამიღებენ და თანხა მექნება, მინდა ვიყიდო თბილისთან ახლოს პატარა მიწა, პატარა ქოხუნა და უკვე ისეთი მაგარი მხეცი დურგალი ვიყო, რომ ჩემი თავაშენო ის ქოხი. ძალიან დიდი სურვილი მაქვს ხესთან მუშაობის. და პარალელურად თუ იქნება რაღაც ფილმები, რომ ეს შემოსავლეს წყაროთ უფრო. არა, მარტო უფრო არა, თან ინტერესიც მაქვს, რა თქმა უნდა. მეტი არაფერი აღარ მაინტერესებს, რომ ჩემ შვილიშვილებს მინდა ჩემ მიწაზე მოწეული ჯანმრთელი ხილბოსტანი მივართვა და თხა მინდა მყავდეს და მართლა მინდა ეგეთი რამე. ანუ ეკოლოგიური ამბები გადაერბებს და ეკოლოგიური ამბები და შორს ადამიანებისგან უფრო. და რატო თბილისთან ახლოს და არა მაგალითად ბათუმთან ახლოს? ბათუმში უკვე მაქვს სახლი, მასე სოფელი მაგ გადასარევი ლეჩხუმში, უბრალოდ ძალიან შორს არის და ის ჩემი ბავშვები ცოტა ხანი ხომ მაინც თბილისში იქნებიან და შვილებთან ახლოს რო ვიყო და უცებ ჩამომიყვანოს შვილიშვილი და რაღაც ეგეთი. მებიობა მინდა უკვე. ხო, მაგრამ გოგოები ჯერ არ არიან მე მგონი. ეგრე რომ მაინც შვილები უნდათ. საერთოდ არ არიან. 22 წლის და 15 წლის. და ეგა, აი ასაკის გასვლასთან ერთად ფიქრობთ იმაზე, რომ აი უკვე რაღაცა როლები ავტომატურად ირიცხება, იმიტომ რომ იმ ასაკის აღარ ხართ. ხო და აი ეგ ხო გითხარით, აი რაც ჯულიეტას ვეღარ ითამაშებ თუ არა? ხო და როცა ჯულიეტას ასაკი მქონდა, მაშინაც არ მინდოდა ჯულიეტა. ყოველთვის ვარჩევდი საინტერესო პროფესიონალთან მუშაობას და რას ვითამაშებდი, არასდროს არ ქონდა მნიშვნელობა. ანუ აი ეგეთი რაღაცა როლები არ გაქვს, რომ აი ეს მინდა იმ ფილმში. აი ბავშვობაში მახსოვს გიждდებოდი ფუფალაზე, სოფიკო ჭიაურელი რო თამაშობს და ფუფალას თამაში მინდოდა უბრალოდ. და მეტი იმის მერე არაფერი არ მდომებია, კარგ ხალხთან მინდოდა ყოფნა, ინიჭიერებთან, ვისგანაც მეც ვისწავლიდი, უფრო დავიხვეწებოდი ჩემ პროფესიაში. ხო და აი რა არა, როგორ, ყოველთვის მაინტერესებს როგორ ვაკეთებ ამას და არა რას ვაკეთებ. ეგ როგორზე პასუხი ყველა ფილმში და სპექტაკლში სხვადასხვაა? თუ არის პასუხი, რომელსაც იპოვი და მე გადაგაქ ფილმიდან ფილმში და სხვა სამატებ? არა, გადაგაქ მხოლოდ ერთხელ რა მატება პროფესიონალის მივხვდი, რაღაც აი გამოცდილება და უშუალოდ ელენესთან რო არ მემუშავა. ეს სიგიჟე იქნებოდა, ხა პირდაპირ აქ რომ მოხვედრილიყავი, ძალიან ბევრი რამე დამაბნევ და ამის გარკვევაში იმდენი დრო გავიდოდა, რომ შეიძლება როლისთვის მომეკლო უკვე. მე უკვე მზად ვიყავი, რომ მარტო როლზე მეფიქრა და ის გამეკეთებია კარგად. ხო, ანუ ისე არა, რომ ამოცანას ერთხელ რო ამოხსნი, მე ეს ფორმულა დაგაქ და სხვა ამოცანებსაც ესახსნი. არა, არანაირი ფორმულა არ არის. ფორმულა არის მხოლოდ პროფესიონალიზმი და ძალიან დიდი სიყვარულით მიდგომა შენი საქმისადმი და თავის არ დაზოგვა. რომ აი ამას ასე, მაგრამ რო იცი რომ აი ეს შეგიძლია გააკეთო, ამაზე არ უნდა დაკმაყოფილდე. იქამდე უნდა მიხვიდე თუ შენ გრძნობ რომ ის გაკეთება შეგიძლია უფრო კარგის. ეხლა თქვენ ცხოვრებაში ყველაზე ესე პროპორციულად ბავშვები და საქმეა, ხო? ყველაზე დიდი ადგილი ამებს უჭირავს. სულ ამას უჭირავს, მეტი არაფერს. ხო და აი
მეტი რა არის თქვენ გვინდოდა მე კითხავ ბანკში როა დაუხარისხებელი ხარჯები თქვენი დაუხარისხებელი საქმეები რა არის ყოფამ კლავს რომ იქ უნდა მიხვიდე აბონენტად დარეგისტრირდე აი ამაზე რა მემართება იცი რომ ამას ჩამოვწერე ეხლა მე უნდა ჩავჯდე ამ ნომერ ავტობუსში იქ უნდა გადმოვიდე მე წავიდე უნდა უთხრა ეს ChatGPT-ს ვეკითხები ზუსტად ტექსტი დამილაგე რა უთხრა დარეგისტრირება მინდა აბონენტ ჩემით ვერ მოვიფიქრებ ამას ამ ყოფით რაღაცებს მიწერია სპურცლები მივედი ახლა გუშინ ვიყავ მე მინდა თქვენთან დავრეგისტრირდე აბონენტად მიყურებს ესა თელაში თელმიკოში ანუ აი ამ წინადადებებს ჩემით ვერ ვამბობ ანუ ყოფით ამბებში რთული აქციის გაყვალვა ეკასთვის მაგრამ ვიცი რომ უნდა გავაკეთო და მეტი ვერავინ ვერ გააკეთებს ჩემს გარდა მარტო არ ამ ამბავში და მაგრამ არ ფიქრობთ ხოლმე ერთი კაცი ამისთვისაც რომ გადაგენახათ ყოფითი ამბების ხო მაგრამ ახლა არ იქნებოდა ცუდი ხო და რა ვქნა მაშინ ვიღაც ის დიასახლის უნდა დავიქი რა როგორც მე ვითამაშე იქ დიასახლის რომ გადავაბარო და სიამოვნებით ვიზამ ამას რომ ეს ამბები კაცი რაშვაშია ადამიანი რომელიც ამას მოგიგუარებს აი კაცი მუდმივად სახში არ გადიხარ არა მაგრამ იმაზე ფიქრობთ გოგოების შეყვარებულები როგორები უნდა იყვნენ რომ მოგეწონოთ ერთ ყავდა უკვე და ძალიან მომწონდა და მეორეს ყავს ახლა და ძალიან მომწონს აუ დიდი არაფერი მთავარი ამას მოწონდეს რა თქმა უნდა ეს არ არის ჩემი საქმე ვინც არ უნდა იყოს ის დავინახო რომ გააბედნიერა და ის იჟმეკუნები და უხდის თვალებში და უყვარს და საერთოდ არ მაინტერესებს ვინ იქნება და რას კესის იქნება კიდე ეგ ამ თქვენ თვით შეფასებაში წარმატებებს როგორც ხედავ თქვენ თავის აღქმაში თქვენი მხრიდან დიდი გავლენა არ მოუხდენია ხო მაინც ძალიან დიდი სიყვარულია რა აი ამას ვგრძნობ და ხო მაგრამ მაინც თუ კარს იკეტავთ და არ მოგწონთ და საბაში ხანდახან ხო უნდა გახვიდე ქუჩაში და იმდენად ხანდახან გავდივარ გარეთ რომ ასე რომ მიცინიან ან ჩემი ნათესავი ხორარი ან ჩემი შვილის მეგობარი ვერაფრით ვერ უკავშირებ იმას რომ მე მიცინიან რა და მე რომ მოგაძახებენ ძალიან მიყვარხართ მავსებს ეს სიამოვნებს რა თქმა უნდა და ეგ რატო ეგ თვით დაცვის მექანიზმია რომ საღი დამოკიდებულება შენ თავთან არ დაკარგო და სულ ფხიზლად იყო და კონტროლიდან არ გაგექცეს ვითარება აი არ ვიცი ნახე ახლა რაც თქვი შეიძლება ყველაფერი ეს არის ამაზე ამდენი არ მიფიქრია ან გაურბი ვარ ამ ფიქრებს რომ რატო არ ასეთი და უშუალოდ რომ პირიქით მიიღე მაგრამ შეიძლება ამას ვფიქრობ რომ მე აი ასე არ და არ გადამწყდეს თავი რა. და ის სწორად ვიყო ყოველთვის რაღაცეები არასწორად არ შევაფასო მე შვილებსაც არასწორი მაგალითი არ მივცე რომ ერთხელ ხარ წუთი, სოფელი წუთით მოდიხარ, შემოირბინე რაღაცა გააკეთე, მიდიხარ მაინც ხო? რაღაც არ უნდა გეგონოს თავი რა. ხო და მაგით იცავთ თქვენ თავს? ალბათ, მაგრამ რისგან ვიცავ ვეღარ გავიგე. აბა იქ შეცდომისგან მაგალითად. რომ რა სახის შეცდომისგან, რომ თავში არ ამივარდეს, ხო? ან იმედგაცრუებისგან, მე რომ ვიღაცას ვარსკვლავი აღარ მოიჩვენები. ხო, აი შეიძლება ეგ არის, იცი, რომ ეს ყველაფერი ჩვეულებრივია, იმიტომ რომ ძალიან რო ვილაპარაკო ამაზე და ძალიან რო ავაჟიტირდე ჯერ ერთი, რატო არ მოყარს ახლა ინტერვიუები? ეს სხვისიც არ მომწონებია, რომ რაღაცა გაგიმართლა, კარგი მოხდა შენ ცხოვრება და ამ დროს ირგვლივ ხედავ რა უბედურება ტრიალებს და საერთოდ რა უბედურ ქვეყანაში ცხოვრობ. და შენი ბედნიერებით ყელყელაობა ძალიან სირცხვილია მე მგონი რა. შენთვის იყავი ჩუმად თუ შეგეკითხებიან ერთხელ მოყევი და დაამთავრე ყველა გადაცემაში მისვლა. ამაზე ლაპარაკი ძალიან უხერხულია. ხო, მაგრამ მეორე მხრივ წარმატებული ადამიანისგან ისეთ რამეებზე ლაპარაკი, რაც ხალხს ადარდებს, მგონი უფრო ღირებულია, ვიდრე იმისგან, ვისაც ადამიანების სადარდებელის გაგება არ შეუძლია. კი ბატონო, აი რაღაც სამ ინტერვიუებზე რომ რატო ვიმალები ასე მეთქი და მე ხო ვეძებ აბა ხოაკინ ფენიქსმა რა თქვა ახალი ანუ მე ხო მაინტერესებს და ისევე შეიძლება აინტერესებდეთ ჩემი აზრი მე ამან ეს რო ვიფიქრე ამან უფრო შემაშინა რომ ვინ ხარ გოგო შენ ხოაკინ ფენიქსს ადარებ თავს მაგრამ შეიძლება შენი საქართველოსთვის ხარის პატარა ხოაკინი ხო და შენმა სიტყვამ ვიღაცა გადაარჩინოს ანუ მაინც ფრთხილობთ. სწორად მგონია, იქ ფრთხილობთ და თავს უფრთხილდებით. ზოგადად. თავსაც უფრთხილდები და რაღაც ისეთი არ მინდა მოკლედ კარგ რამებზე დიდხანს ლაპარაკი მწვენია რა. უხერხულია ეს.
არა მარტო ჩვენ ქვეყანაში, მე მგონი აწყობილ ქვეყანაშიც მე ვარ და ჩემი ნაბადიო, ხო, იქ აღარ არის ადამიანი, არაფერი აღარ არის ჩემთვის. სხვა უნდა ილაპარაკოს. ხო, მაგრამ ეგ აი იმ მსახიობებიდან, რომლებიც ძალიან მოგწონთ, აი თქვათ, როცა ინტერვიუს უსმენთ თუ როცა ახალ ფილმზე უყურებთ, რა გაინტერესებთ რისი მოსმენა მისგან? აი მისი რა ნაწილია ინტერვიუებიდან საინტერესო? პირველ რიგში მაინც მსახიობის ამბავი, რომ აი პროფესიონალიზმი იქნებ რაღაცა ვისწავლო კიდე. რა თქმა უნდა, მისი სამოქალაქო პოზიციაც მაინტერესებს. ახლა თუ ვიცი რომ პედოფილია და რაღაც საზიზღარია, ხო? ნაცემ და კარგად ითამაშა საზიზღარგავს. რაღაცნაირად ხო და ამიტომ თუ ის ჩემთვის ძალიან მაგარი არტისტია და მე იმისგან რაღაცეებს სწავლობ, ხანდახან მირჩევნია ინფორმაციები, არ ვიცოდე როგორი ცუდი ადამიანია, იმიტომ რომ მე ვეღარ შევძლებ იმის ყურებას და ჩემ თავს დავაკლებ ამით, რომ რაღაცეებს ვერ მოვპარავ კაი რამეებს. ეგ ჩვენ ერთ დღეს ეკაზე რო გადაიყვან ფილმი, ვინ გინდათ რომ თქვენი როლი შეასრულოს? მე, ისევ მე. თუ უკვე აღარ ხართ ცოცხალი და მე რა იღებენ ამ ფილმს? მაშინ ჩემმა შვილებმა. არც ერთი არ არის მსახიობი, მაგრამ არა, ეგრე არ ვიცი ახლა ვინ მინდა შეასრულოს. აზე არა ვარ. მაგრამ მაგ ფილმში რა გინდათ ამბავი ერთი, რომელიც აუცილებლად უნდა მოხდეს? ხალი რომელიც ყოველდღიურ წელიწადში თავს იპარსავდა და რატო იპარსავდა იმის ჩაშლა მერე. ორ წელიწადში ერთხელ იპარსავ? თუ ხშირად ახლა რაღაცა არა, ხო აი ბოლოს გადავიპარსე, შაშვის გადაღება რო დამთავრდა გადავიპარსე და რამდენი 3 წელი გავიდა და რაღაც აღარ ვიპარსავ. მე მგონი უფრო დამშვიდდი რაღაც. მაგრამ ახალი ხო არ იპოვეთ მაგის ჩამონაცვლებელი. ჩამონაცვლებითი თერაპია. ვიპოვე რა იცი ზუსტად ვიცი რომ ძალიან დამამშვიდებს აი ეს რაც გითხარით ხესთან ურთიერთობა და მაგრამ მაგას უკვე ცდით თუ არა არ ვცდი იმიტომ რომ ასე სახში რაღაცები ჩორკნე არ მინდა ხო აი ყველაფერს პროფესიონალურად უნდა მიუდგე და რო დაადგება ის ეტაპი რომ უკვე მიწა მაქვს უკვე რაღაც მასალა მაქვს და აი რამე ხეს რო ნახავ მომაკ სახში და ვინახავ რომ ეს გამომადგება. აუ ჯერ მაგ როლისთვისაც ემზადებით. გადაღებები არ დაწყებულა. ჯერ არ დაწყებულა გადაღებები. ეხლა როგორ ფიქრობთ, მთავარი ამბები ჯერ კიდე წინ გაქვთ თუ მნიშვნელოვანი, იმიტომ რაღაც ცხოვრება ხო გვინდა არ გვინდა, მაინც რაღაცნაირად იყოფა, ანუ ვიცით რომ აი 100 წელზე მეტყავს ცოტა ადამიანი ცხოვრობს და აქედან რაღაცამდენი ნაწილი გავლილი გაქვს. ხო, ეგრე უყურებთ ხოლმე, რომ აი კიდე რისი მოსწრება მინდა აუცილებლად, აი მეტი დრო გავატარო შვილებთან სანამ გაიზრდებიან, მეტი ვისეირნო ზღვაზე სანამ ზამთარი მოვა. მე მგონი საერთოდ ყველა ადამიანი ასე ფიქრობს, რომ მთავარი ამბები კიდე წინა აქვს, გააჩნია ვინ რას ეძახის მთავარს, რომ ეხლა და უშუალოდ ისეთ ასაკში ვარ, რომ აი მსეჭაბუკი გამოჩნდება და რაღაცა და აღარ მაინტერესებს ეს მსეჭაბუკები, ანუ სხვა ინტერესები მაქვს და რა თქმა უნდა წინ მაქვს ყველაფერი კარგი. მსეჭაბუკს რომელ ასაკამდე ელოდებოდით? საერთოდ არ ველოდებით თავისით გამოჩნდენას, რომ ჩვენი კაი ორი მსეჭაბუკი იყო ეს ბავშვობისგანაც გავაჩინე და მე უბრალოდ აღარ მაინტერესებს ეს ამბავი და ისეთი თავისუფლება მოვიდა რომ აღარ გაინტერესებს. მსეჭაბუკები? ხო, მსეჭაბუკები რომ აღარ გაინტერესებს, ძალიან თავისუფლად გრძნობ უკვე თავს. და მსეჭაბუკობას რა კრიტერიუმები აქვს? რითი იცნობა მსეჭაბუკი? ასე ვერასდროს ვერ ხვდები, აი რომ დაინახავ და ისიც რომ დაგინახავს და მიხვდები რომ ის არის და შემიხვდები რომ აი ტკაპ რო ხდება და უშუალოდ აი მეორე მსეჭაბუკის შემთხვევაში როგორ მოხდა, ბევრი წლები ვიცნობდი, მაგრამ აი ერთხელ დავინახე და იმ თვალების უკან ადამიანი დავინახე და მეც აღარ ვილაპარაკებ ჩემ ყოფილ მსეჭაბუკებს. ცხოვრება მიყვარს. კი ვამბობ რომ თუ არა, მაგრამ ძალიან სიცოცხლის მოყვარე ადამიანი ვარ. მგონი. მეგობრებო, ფრთხილად უყურებთ ცხოვრებას და ფილტრავთ, რომ ცუდი რამეები არ მოიტანოს და ანუ ვაკონტროლებთ რა მოიტანოს და რა არა. კი, ვაკონტროლებ, კი. ხო, აი როგორ ვაკონტროლებ პრინციპში ვერ ვხვდები რას ვაკონტროლებ, მაგრამ აი ნახე ამ ფილმებიდან შემოსული თანხა რო ვიცი რაში გადავანაწილო, მანქანა არ ვიყიდოთ მაგარი ტელეფონი. აი ამას სულ ვაკონტროლებ. რაღაც შემდაუნებურად ეკონომიური ადამიანი ვარ, რომ ზუსტად ყველაფერი გავაკეთო.
ხო, მაგრამ ეგეც როგორი უცნაურია, ხო, ერთი მხრივ ვარსკვლავი ამბობთ და მეორე მხრივ გიწევს განაწილო შენი ჰონორარი, რომელიც იშვიათად ჩნდება, მაინც ვიდრე სხვა მსგავსი კალიბრის ვარსკვლავების შენ ცხოვრებაში და ისიც აი უნდა აწონდაწონო რა, რაღაც ბევრი მოგივიდეს სადმე ფრთებისგან. აი ესეც სადმე ვართ, ნახე პარადოქსი, რომ ვარსკვლავი სასაცილოა საქართველოში, რომ იტყვი რომ ვარსკვლავია. რატო არის ვარსკვლავი, რომ შესაბამისი რაღაც პრივილეგიები გაქვს და შენ სახელად ხარ უბრალოდ ვარსკვლავი და ჩვეულებრივი ადამიანი ხარ, რომელსაც ყოფა გაქვს ახალ აბონენტად რეგისტრირდები. ახალ აბონენტად, ხო. და აი წარმოგიდგენიათ რამე ძალიან დიდი სიხარული, რაც გინდათ რომ უნდა მოხდეს თქვენ ცხოვრებაში. თუ არა. რაც იქნება. ჩემ ცხოვრებაში რა ვიცი ახლა როგორ თქვა და ძალიან გამიხარდება თუ სხვა ხელისუფლება მოვა და ევროპაში მართლა შევალთ, იმიტომ რომ ვიგემე ეს ევროპა რა არის და რა სიამოვნებაა და აი ეს მართლა ძალიან გამიხარდება, იმიტომ რომ უკვე ჩემი შვილებიც სხვანაირ საქართველოში გაიზრდებიან, ბევრ რამეს მიაღწევენ და იმაზე არ ვიქნები გაფაციცებული, რომ დავაგროვო, რომ გაუშვა საზღვარგარეთ. რატო გაუშვა? აქ იყოს ევროპა და აქ ჩამოვიდეს სხვა და აქ უხაროდეს, ხო და აი ეს გამახარებდა ყველაზე მეტად. მაგრამ ფიქრობენ წასვლაზე. არა. არ ფიქრობენ. შეიძლება ხვდებიან, რომ ამდენი შესაძლებლობა დედას ჯერ არ აქვს და ხო, მე არ მინდოდა პოლიტიკაზე მეკითხავინიდან ჯერ კიდე სახელმწიფო თეატრის მსახიობი ხართ, ხო და ვიცით რომ რაღაც პრობლემებია თეატრებში და არა მისაღები პოზიციის მქონე ხალხს სამსახურის დაკარგვის საფრთხე უდგათ და ვინაიდან თქვენ თავად ახსენეთ ეს მაინც ვიკითხავ მაშინ რა ხდება ბათუმის თეატრში. აი საფრთხე არის? არ ვიცი თუ გინდათ ამაზე ლაპარაკი. ჩვენ ყველამ ვიცით რა ხდება ჩვენ ქვეყანაში, ხო? და ისიც ვიცით ამაზე ლაპარაკი საფრთხილოა. ამიტომ ბათუმის თეატრი არის სახელმწიფო თეატრი. და მოდი ნოვილაპარაკებთ ამაზე. კაი ბატონო. კეთილი, დიდი მადლობა ეკა.